მადლობთ ქალბატონო მარიამ. მაგრამ ნუ არასოდეს შეერევთ ჯგუფში. ამ ტრიომ კაცებმა ერთმანეთს თავყვა თქვენ რა გენაბრუნდით? აბა ასე როგორ შეიძლება? თქვენ ასე მისჭირთ? ერთმა დავიქაროს, მე თქვენ ჭკუის დარგებას კი არ გიბედო. მიბედავთ და გაქვთ ამის უფლება ჩემს გამო დაეჭერა. მე თქვენი ჭრილობა მადარდეს, ის უბრალოდ არ შეგვიძლია. მოდით წავიდეთ. რას დაქრია დაკეთეთ, იმის. გულაც აფეთენე ხავს. სამი აღარჩენა. კიდევ კარგი მოასწრეს, გაქცევა. ქალბატონ მარიამ, თქვენი მეზობლები ხომ არ მგონი მათ არ დაუნახავთ. არა, მაინც შემოვეც. რაზე იმარჩიოთ, არა? მე გავალ და ნახავ რა ხდება. ლექსო სასაფეთო. ნუ გზარ სახელოს ნუ გახსოვს? აიმის მოპირდაპირე სადარბაზოსთან. მოიტანა. ავიღე, მაგრამ დაიწყო მე რაღაც უშნოლაბა. მოკლედ ერთფაქტის თემა ქალმა შემიკედა, ხო? დაბნაჩენის მებისწრიალებე ვერ გავახცია კიდე. ლექსო, ეს სადარბაზოსთან მოვაყიდე მანქანა გესმის? ვერმა დავინახე. ყველაფერი რიგია. აქაც თითქმის დაიშალა ხალხი. მე ასავე ჩაიდგა. არა, მადლობ ქალბატონ მარიამ, არ არის საჭირო. როგორ არა? მეგობარ რა უნდა დავუნიოს? არ არის, მადლობ, არ არის საჭირო, მოგბრძანდით. მოგბრძანდით. დაბრძანდით. მესმის რა ვაშკაცობა არის? ეს რა მაინც ისინი სამნი იყვნენ, თქვენ ერთი რას გერჩევთ? აბა რა ვიცი. ალბათ ვიღაცაში შევეშა. იმათ თქვენი მათ არის, ნო? საერთოდ თქვენ აქ მარტო ცხოვრობთ? დიახ. თქვენ სწავლობთ? დაბრძანეთ? სწავლობთ მეთქი? დიახ, უნივერსიტეტში. თხოვეთ თქვენ მეგობარ. არა, სამწუხაროდ ორივეს გვაგიანდება უნივერსიტეტში. ძალიან თხუს. კარგად ბრძანდებოდეთ? ამ დღეებში გინახულეთ. გამარჯობათ ქალბატონო მარია. გამარჯობათ ბატონო ფრენკი. ისევ ტექნიკური თარგმანია? დიახ. რატომ ხატულ თარგმანს არ მოჰკიდეთ ხელს? სულ სხვა სპეციფიკა. ჩვენ ხო ვისაუბრებთ ამას. მაბადიებს სულ დამარცხდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი თქვენი შესაძლებლობის და ნიშნების ადამიანს არ უნდა გაუჩინდეს ეს. აი როგორ მიხვედით ასეთ დასკვნას? მე ვზნობ თქვენს პიროვნებას. დაბრძანდით ბატონო. ჩემი ტელეფონი ისევ გაფუჭდა და თქვენის ნებართვით თუ შეიძლება. კი ბატონო, დარეკეთ. მე კი ჩაისავადურე.
სულ დაკავებულ შეიძლება, გაიცი? ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დარეკეთ. ეს შენი უსინდისო ტელეფონი. წამდა უწუხუჭდება. დიახ. მე შემამჩნიეს. აჰა. ოდო თქვენი ხო კარგად მუშაობს. არ უჩიები. თქვენ რაღაცაზე გეცი. არა, იცით ხანდახან რაღაც გაგახსენდება და მე მთელი დღის განმავლობაში გასაგებია. სამსახურში ხო ყველაფერი ვიგზებდა. ვაშენ. დიახ, აი დღეს დილიდან ზვიც. ისო სამშვიდებს ეს. დიახ. გამარჯობათ. ო, რა კარგი ბიჭი ხარო მოხედი. შეხედეთ ბატონო თენგის? რა მშვენიერი ხაიბულია. ეს რა, გაიგონდა? ჰა? რა? ეს უკვე მესამჯერ სვლდები და როგორ შეიძლება ასე? ნამდვილი წარღვნა გარეთ. თეგიზი ბატონოჩე. ახ, თქვენი სპარსული ვიზადებით ქალბატონ მარიამს დანაზე რო გადაეფარა. არა, პრინციპში პირიქით მოხდა, ჯერ ქალბატონი მარიამი გადამეფარა, მე გადავეფარა. ერთი სიტყვით ერთმანეთს გადავეფარეთ. და გუში კახა მთელი დღე მატარა ტაქსი ჩემ საქმეებზე. უცბად შევხვდით მოულოდნელად ქუჩაში. თქვენ კი არ მოხდონთ ჩვენი ახალგაზრდობა. ახლა კონიაკენ ჩაის დაგაგებთ. არა, მე არ გითხობს, არა. რიგით მე ამას ინას ერშემ მეგობარს უსაყვედურე ძალიან რო გამოთათხა თქვენი თაობა. ახალგაზრდების განსხვავება მოახლოებული კლიმაქსის ნიშანია. რა თქმა როგორ არა? თქვენ ცივა? ხო, ცოტა თითქოს. არა, ასარი ახლა გასაკვირი სამჯერ თუ დასველდით. მაგრამ კონიაკი გიშლებთ. თქვენ ტაქსზე მუშაობთ. არა? ეკი გადავღაც ქალბატონ მარიამის სიტყვების შემდეგ გადავწყვიტე რომ ტაქსზე მუშაობ. არა, მეც მგზავრი გახდა. აჰა. ეს ის გავგზავნეთ? სამოწუთი. დიახ, უნივერსიტეტში. გამოვდი. გავგზავნეთ? არა. გავთბიობენ. აბა შეუდგეთ. ო, ქალბატონ მარიამს გამოვიდა. ბატონო თენგის, მგონი გარეკვას აპირებდით. არ არიან ბატონო სახლში. ახლა კახას გაუმარჯოს. ძალიან კარგ ბიჭს. აუმარჯოს. კახა, რა მოგვი? შენ ცუდად ხომ არ? არა, მე მგონია. კახა, თქვენი სადღეგრძელო ითქვა. მადლობთ. გაგიმარჯოთ, კახა. კარგად იყავით, კახა. იხარია, ასეთ ახალგაზრდას ვშიფი. არა, მართალი გითხრათ, ცოტა გული მაქვს გატეხილი თქვენს თაობას. კლიმაქსია? რა თქვი, კახა? მაცმულო, ქალბატონ მარიამს მაინც მოერიდათ ცოტა. არა მე ვერიდეთ. პროფესორით მე ვერიდება. მაგრამ თქვენ
გადაბზანეთ რაღაცა მოახლოებული კლიმაქსის შესახებ. კახა, რაღაცა საბუთით აღარ მახსოვს, რაღაცით მოგინდოდათ მე გული თქვენ. იწვის ბავშვი. დიდი სიცხეა. მე წავაქავებ. საწაყვალ ამ ხელას. არა, უბრალოდ მაცებს დიდი სიცხეა. ძალიან გთხოვთ გამიშით რა. ძალიან გთხოვთ. ძალიან გთხოვთ. სასტრაფოდ გამოვიდა. არ ვიდა სასწრაფო, ალბათადობა არ ვიდა. არ ვიდა, გამოიწიშო, მარტო კაპუჩია. ეზოპლებიდან გარეშე. სივა. ახლავე გაჩვედი. სივა. ახლავე გაჩვედი. სივა! თერმომეტრი მიდარს? სასწრაფო მინდა. გარეთ მინდა. ეზოში. ლა. ირიკა! 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 დედა? დედა აღარ ამყავს მე. დედა აღარ ამყავს მე. დედა აღარ ამყავს მე. არა, დედა აღარ ამყავს. მამა მომიკვდა მე. გემები! ირიკა! ირიკა, გემები შემოგია, ნახატოს ირიკა! აწილო, როგორ შეიძლება ასეთ თავი შეიკავეთ ცოტათი? ამდენი გემია ირინ. დიდი ხავს მოკიდებული კარაველები, ამდენი გემი ჩემს სიცოცხლეში ერთად არ მინახავს. რაფნათ, ვის შევატყობინო? ასური არ აქვს ამის და ირიკა, სადმე დიხარ? სადმე დიხარ? ვეღარ ხედა. ირიკა! ისიში გაკ. ისიში გაკ. ისიში გაკ. არიან ამდენ ხანს. ცოცხლად იწვის ბავშვი. თვითონსი ახლა აქ გაჩნდები. გოჩა! გოჩა, ალესონო, გოჩა! ამოხტაწყილო გაგოჩა. ხელი არ გაგდოთ არც ბათორი დაგაცდიოთ სამივე საკ. გაუროს მარ. ეხთო, რა დროს მაგის გამორკვევა ბოდავს ბავშვი. ალამაზი კაბა. ალამაზი კაბა ირინი. აპატი. აპატი, აპატი. ზიარაც საქმეები გქონდა. ცოტა დავი. მოდი ხა წამოწო. ცოტას დავიძინებ და მე ყველაფერს მოგიყვები, რა? ხომ არ გეწმინება ცოტა ხანი რომ დავიძინო? როიარე ბინდები. იბურება ხარელი. მასით დასლინდებით მიდის გზა. საყვარელი. ასე ლიულად არაშობია. ირინ, სადმე ხარ? სადმე? ნისში გაკრა. ნისში გაკრა. დილამდე იბოროტა და შემდეგ ჩაიძინა. მე გავეხარისხებია ეს სასახური. არაფერი, სრულიად არაფერი, ყველაფერი დაბიტოვა სასტრაფო. არაფერი, უშეფუთები სასტრაფო. დიდი მადლობა. მოკლედ თქვენს ახლა ფუთოდ გავჩენილ არ ამ ქვეყანაზე რა. რა იყო მაინც რა მეტადა გუში? ფილტვების ანთება გაქვს. ხა? ფილტვების ანთება. ცხოვრებაში არ გავხდება რავად. რატომ გეცინებათ? იხდება ჩემს ჩეფჩიკი.
კარგი სანახავია რა. არ გაბედო მოძრობა. არ გაბედო მოძრობა. მიიხედეთ, ქალბატონ მარია, თუ შეიძლება, უნდა ჩავწვო. კი არა. რასაპირე? გონს მოდი. უნდა წავედი, ქალბატონ მარია, მაგრამ აქ ხوار დავჭი. მათვილო, თქვენ ფილტვების ანთება გასგესმით ამ სიტყვების მნიშვნელობა. გამეშვით რა? შენ გუშინაც მთხოვდი გაშვებას წვიმაში 41 სიცხე. მაგრამ მე ხლა ხომ აღარ მაქვს სიცხე, თქვენ თვითონ არ ონა წამლების წყალობითა რა დროებით დაიწია სიცხე. მოკლედ როგორც ექიმია, სიცხე გავაკეთე. როგორიც ანთება თქვენთან? ოკეიფებმა მოსვლა თქვენინება იყო ბატონო წასვლაკი. ეს რა არის? ნუ აბა როგორ აგეს? და რა მოხდა მერე ყოველ მოწყალების დასუფლება ის გაკეთება? მათაშორის ჩემი პირველი წერილი ამის შესახებ დაწერე ომში ვითხოვდი გაშვებას მოწყალების და 7 წლის გახდით მასში. ქალბატონ მარია. ხომ არ გახსოვთ რას ბოდავდი გუში? დინარი გოჩა. წავალ რა. ხედავ რა დასუსტებული ხარ, აბა რა გიყო? მე ხომ არ შემიძლია გაგიშვა ქუჩაში ფილტვების ანთებით 41 სიცხე. დაურეგეთ ფენებს და როგორც ისინი იყვნენ, ისე გავაკეთეთ. მე ძალიან უხერხულად გრძნობ თავს დედა შენის წინაშე. რატომ არ მეუნებიდით თქვენ ტელეფონს? მე დედა არ მყავს. მამა? ნუ მამა 5 წლის წინ მოვიდა. დედა გახსოვთ? დედა ჩემი ცოცხალი. არ მესმის. მოდით სხვა თემაზე ველაპარაკოთ, ქალბატონ მარია. მაგრამ საცხოვრობ შენ. ბებიასთან. ბებიას დაურეკე. მოდით იცით რა. თუ მართლა არ დაწუხებთ. ცოტა ხანს დავჭერ. დარჩი. შენ მე არ მატყობ. ეხლა სიცხე გავიზომოთ. გავიზომოთ. ქალბატონ მარია, ისა ვინ იყო ის კაცი გუშინ აქ რომ ჩემ მეზობელი, თენგი. და რამე ხომ არ ვაწენინე ქალბატონ მარია, რამე ხომ არ ვაწენინე მეთქი თქვენ მეზობელი მას. თენგის. რამე ხომ არ ვაწენინე. არაფერი. ისეთ რაღაც მომენტში ისე გავითიშო, ისა თქვენ სამუშაობთ? მე? დიახ. სამუშაობთ? კვლევით ინსტიტუტში. კვლევით ინსტიტუტში. ინგლისური ენის ეგრეთ წოდებული მეც ბავშვობაში სპეციალისტი ინგლისურს გახდა. მასწავლენ, but my English is quite poor. თითქმის გადამოსწორ. მარტო სიმღერა მასწავლეს. მაიბონი გახსოვთ ხე მაიბონი? მაიბონი გახსოვთ ქალბატონ? მაიბონი is over the ocean. მაიბონი is over the sea. მაიბონი is over the ocean. Oh bring back my bonnie to me. Bring back oh bring back my bonnie to me. გახსოვთ? Bring back oh bring back. შენელი პრონონსი გათმართვილო. უნივერსიტეტში სხვა ენას სწავლო? არა, იგივეს. მე თქვენ მოგატყუეთ, ქალბატონ მარია. მე თქვენ მოგატყუეთ. არ მესმის? არა, მე მართლაც ჩავაბარე უნივერსიტეტში. ცოტა ხანი ვისწავლე კიდეც. მაგრამ მე დამიჭირეს. ზედიზედ ორჯერ და სულ რამდენიმე თვეა რაც სიხიდან გამოვედა. ძალიან სერვის. აი პირველად რომ დამიჭირეს ისა, პირველად ჩხუბის გამო დამიჭირეს. მეორე ჩემს სახეს მაგ გაგვარეს. ის რომ დიდხანს არ მაყურწეს. მალე გამომიშვეს. კიდევ გაინტერესებს ჩვენს შესახებ რამე? კი, მაგრამ ხომ შეგიძლია აღიდგინოთ არის. გასაკვირველი.
ეს შენთვის არ შეიძლება. ეს რატომ არ შეიძლება? იქნება არ მოგცენ ამის უფლება. ვინ? იმ შენმა ამხანაგებმა. ჩემ ამხანაგებმა? არა, ქალბატონო ვარ მე ქურდი კი არა ვარ, ასე რომ ჩემი სწავლა განათლება არავისი გამოიწვევს პროტესტს. ესე იგი თქვენ გადაწყვეტეთ, რადგან მე ციხეში ბიჯეთი, ესე იგი? არა, ქალბატონო ვარ, მე არც ქურდი ვარ. არც ბოროტ მოქმედი. მოდიში. რა გჭირთ საბოდიში? არა, მართლა რა გჭირთ საბოდიში? ეხლა მართლა ძალიან ძნელი გასაუბრებელი გახდა ვინ მინახს. ფიზიკოსი წვენების ქარხანაში მიდის სამუშაოდ, გლეხი პლეიბოიობას ცდილობს, ხელოვანი ხულიგნობს, მუშა ქურდობს, ქურდი შექსპირის სონეტებს დაეძებს, ჩემი სამაგიდო წიგნია. ექიმი თვითონ ნარკომანობს, სპორტსმენი სპეკულიანტობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ ენაზოგადებ? ერთი ექიმი, ერთი ფიზიკოსი, ერთი სპორტსმენი. რატომ განაზოგადებ? ქალბატონო მარიამ, არითმეტიკა. გადარწმუნებას არ დაგიწყებ. თქვენ ასაკს ჩვევი ეგრეთ წოდებული ექსტრემიზმი. მაგრამ რა შუაშია ასე? იმ შუაშია რომ ხშირად კრიტიკის უფლებას უფრო ხშირად ისინი აძლევენ თავის თავს. მისარჩევ მინიმალური სარგებლობა არ მოუტანია თავის სამშობლოში. როდის უნდა მომესვა ამ სარგებლობის მოტანა, როდის? სიტყვით არ მიყვარს, სახელაღებით ლანძღავენ ყველას და ყველაფერს. ლახბობა არ მიყვარს. ძალიან მომდექით საწავათოს. ნუ მაწოდებ ხარ. პატარა გექნება, მაგრამ ქალბატონო მარიამ, თქვენ სამსახურში არ მეგზავნებით? არა. სახში წამოვიღე სამუშაო. მაშინ შეიძლება ჩემს მეგობარს დაურეკო? ტელეფონი გვერდით. მე აქ ახლო ვიქნები, თუ რამე დაგჭირდეს დამეძარ. გამარჯობათ. სულ ყველად მეჭყობები. სულ ყველად მეჭყობები მე. ფილტვების სანთება. არა, რა საუბრობ. ამ თვალზე რომ გიყოლოთ, გახსოვს? მარიამ. აი, სწორედ მაგასთან რეკა მაღალმას იწყებდა, ეხლა უსიდის დავარ წარმოუტრიალებული მის თავს. ისე? ზრდიდობის გულისთვის გადავწყვიტე ვიზიტი გამეკეთები. კარგი, რას ოლევ პირი? ნუ სხვა ტიპის ქალია. ნუ კარგი, მოდი და თვითონა. მოდი. ლექსო წამოგიყვანს ისის მისალა. ხო, მართლა დებია ჩემთან შეიარი, ჩემი საპარსი გმირი შევქიდე პირსახუთი წამოიყვანე. ქალბატონო მარიამ, სურათები რატომ არის დამწვარი? აბა როგორ შეიძლება ახლა სიგარეტი? ქალბატონო მარიამ, გავკადნებით და ერთში მეგობარ გოგონას ვთხოვი აქ მოსულიყო, ისეთ რაღაც უნდა მომიტანოს და მოდი მოველაპარაკოთ, მორიდება არ იყოს.
ახლა გასადილი. შია. ვასწორებდი. დამასავაწყდი შენ პისტოლეტს. ალბათონო მარიამ, ეგ პისტოლეტი არ არის. აბარა. ეგ რევოლვერი. ძალიან მნიშვნელოვანი დაზუსტება. რა თქმა უნდა, ამის უფლება არ ალბათონო მაქვს. მარიამ, თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ, მაგრამ დამეგუნეთ ეგ. არა, მართლა ჩემი არ გეგონოთ, შესანახად მოაბარის, მართლა გეუბნები. კახა, რა გინდა ეს რევოლვერი? ისე მიყვარს ზეა. რასიზმ განიარაღების პრობლემა ჩემს უფრო ჭკვიანმა ხალხმა ვერ მოახერხა. მაშინ არ გაიგე. ალბათონო მარიამ. არა. ალბათონო. არა, დროებით იყო შენ. კეთილი იყოს შემოფეთი ამ ოჯახში. თუ დააკვირდით ჯერ მარჯვენა შემოდი. მაიმუნო. თქვენი პირსახოცი და საფასი. მოგდან. მადლობა. მიხედეთ რა თუ შეიძლება უნდა ჩავწო. დაბდან. იცით, მე შემიძლია არც მივიხედო. რა თქმა უნდა, გოდი. აი როგორ გიქნება კახა, ისე ჯუჯებში და როგორ ცოტა განიერი. მაპატიებო, მართლა ნორმალური ხალხია. მადლობა გმესტნი. მე დავშენ ხალხში დაგმართო და ფილტრების ანთება. მოგივლიდი, მოგეფერებული. ძალიან მთხო, მოიფერი და ბოდიში მოუხადე მარიამს. რატომ დგახარ ეს დაბდან? სურათი. არა მეჯერ კახას დავალება უნდა შევასრულო. რა დავალება? ბოდიში უნდა მოგიხადო. არა, საჭირო. იცით აქ რომ მოვდიოდი მილიონი სულელური აზრი მიტრიალებდა თავში, მაგრამ მე ერთი გამართლება აქვს, მე ხომ არ გიცნობდით თქვენ. მარიამ. ირინე ახლა მაინც დაბძან. არა მეჯერ კიდევ ერთი დავალება მაქვს შესასრულებელი. რა დავალება? კახა მთხოვა მოეფერე ქალბატონ მარიამსო. მაგრამ მე მისი დავალების გარეშეც გამიჩნდა ასეთი სურვილი. ასე სწრაფად? დიახ, ასე სწრაფად. ვისადილოთ? გმადლობთ, მე ლექსოსთან ვისადილებ. აი, ლექსო ვინ არის? ლექსო კახას ერთადერთი ნორმალური მეგობარია. უბრალოდ ნორმალური არც ლექსოა, იცით, ეგეც გვარიანად უშვიკინებს. ამომწურავი დახასიათება. არა, ისე კარგი ბიჭები არიან, ოჯახის შვილები, ნაკითხები, დახვეწილები და ასე შემდეგ, მაგრამ აი სულ ყველას
იცით, აი არც კი ვიცი რა სიტყვა ვიხმარო. უშვიტინებს? არა, თავის თავად. მოკლედ. რომელიც როდის და სად მოიწევს, კისერს ალახმა უწევს. იგივე მე ერთი რამე მინდა გითხრა. ბრძანეთ? კახას მშობლები გახს? მამა მოუკვდა, იცით, სულ ახალგაზრდა კაცი ინფარქტით. და დედა? 6 რთული საკითხია. დედამისი ცოცხალია. მაგრამ კახა უკვე 4 წელი არა ბებიასთან გადასახლდა. აი რატო? იმიტომ, რომ ქალბატონი ქვრივი ნინო ჭავჭავაძისაგან განსხვავებით 1 წლის თავზე გათხოვდა კახას მამის საუკეთესო მეგობარზე. კახა მაშინ თოკიდან ჩამოხსნის. თავს იკლავდა. დიახ, თავს იკლავდა. აბა 15 წლის ბიჭი უკეთეს რას მოიფიქრებდა. მერე ბებიასთან გადასახლდა და სულ აეწეწა ცხოვრება. აი ბებია? ოხ, ბებია. აი ეს ტიპიური. სათნო, შვილიშვილზე გოდოფოფრილი ბები არ გეგონა. დღეში 100 გრამი რემარტინის ხვას არ ასვამს და პასიენსი გონების დაკარგვამდე. ეგოიზმის ფორმულა ბებია. არა, ესე ძუნწი არ არის, ფულს აძლევს ხოლმე. გასაგებია. იცი თქვენ ლამაზი ხარ. არა, მე კლასიკურ ნაკვთებს არ გულისხმობ. თქვენ რაღაც სხვანაირად იცით. აი, უცნაურად ლამაზი ბრძანდება. ბარაგიბას. აბა რა უნდა მიმასუხოთ, მე თქვენთვის არაფერი მიკითხავს. აი, ახლა ხომ ხვდებით ქალბატონო მარიამ, რატომ დადნა კახა თქვენი ყურადღებისაგან? ოჯახური სითბო იგრძნო და ზრუნველობა, რაც არასოდეს ქონია. მაგრამ ხომ ექნება? დიახ, ექნება. თქვენ ხომ გჯერა? რა თქმა უნდა მჯერა. შეიძლება ერთად გაგაცოთ. მე შეიძლება ცოტა შექმნებული შთამბეჭდილება გახსოვთ. მაგრამ რა ვქნა, იცით ისეთი შექმნა თითქოს დიახანია გიცნო და ძალიან მიყვარხართ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დისტანციური ხართ. ბავშვებო, მაპატიეთ, მე ცოტა ხნით დაგტოვე. ირინე, იდეა სახლის. სადილი მაცივარშია. მოუარე ალად. ungitxari რა. მართა კარგი ხალია მარიამ. კახა. ირინ, ვიცი? გუშინ მესე. მე დაგესიზმე? როგორ კახა? ეს გულდონად. არა, მაინც როგორ დაგესიზმე, გაიხსენე რა. როგორ გესიზმე? ლექსო რატო არ მოვიდა? მოევიდა ბატონო ლექსოს. ყველანი ერთად ხომ არ შევესევით იმ ხალხს. ეს თავშედურად ეს როგორ გათხოვ მოხწონს არა? კარგია ხო? ძალიან. აი ამას წინათ სიყვარული ამიხსნეს. კიდევ რა ბედნიერი ხარ? დი? მაღალი ქერაცის ერთვალება. კარგი. მე არ ხურობ კახა. არა, როგორი თვითდაჯერებული ხარ? ერთიანობასაც არ კატუყობ არა? მჯერაში. მე კი არ ამჯერა. ვისი საკუთარი თავი? მორჩი შენი არ ამჯერა. ბატონო. მწვანე ჟირაფი ლელასთან რა ვაჭერწები რა? კარგია ფერებით მასროლე. მწვანე ჟირაფი, ქერათვალებაცის ფერთმიანი, მიჯნური. ქერათვალება ქერათმიანი მიჯნური. რა ვიცი რაღაც ერთმანი. აჰა. კარგი რას? რას ისულელებს იგორ პერი? ჰა?
არა, ესე მართლა არის, ესე მართლა. არა, ხო? აი, არ ვიცის დედა იცინოდა. ვიცის დედა ტიროდაო. რა? არ ვიცის დედა იცინოდა, ვიცის დედა ტიროდა. ის ძველ ბიჭური ალას არ. ჩემი პატარა ძველი ბიჭი. ახლა საოცრად მომენატრა. მეც მომენ. გადაგედება. გადამედოს. ნუ გააჭირე აქ შენი საქმეები, ფილტვები. მარიამე ორივე შეგვიკერლებს. რა არის ეს გერატვალებას სპეციალური ახანდას და? ეს საქმე არა მაგიტასებს დაგალა. ისე მაინც ვერ გალახო, იმიტომ რომ კარატისტია. არა, თუ კარატისტი ესე გინდა დაუთხო შენ თავს, რა გცნობ? აქ რატომ არ მეკითხები მე რა უყურს? შენი სურათი ამოვიღე ჩანთიდან და ვაჩვენე. სხვა შორის ძალიან ღირსეულად მოიქცა, იცი შეტრიალდა და წავიდა, სულ არ იყო შემეცი. მართლა დაკი რა. სრულებით აკჭირდება ხლა შეფილტვებისად. შენი სინდისში. სიკი არც ეჭვიანობ და ლოგინიდანაც მაგდე? აი ნახე. აბა არა არ ეჭვიანია? ახა. შენ მართლა არის. არ გესწრ. რა და როგორ მიყვარ ხარ? ჯიბეში ჩაყავხილი რა? რა ვქნა? გულის ჯიბეში ჩაყავი მეთქი ხელი. მე ამას სიყვარულს უხსნეს. ჩავხავ. ახა რა არის? რა უნდა იყოს? ფულია 3000 მანათი. ვისია ეს ფული? ჩვენი, ჩემი და შენი. საიდან ეს ფული? ნუ ხილი ჭამე მებაღეს, რას კი? საიდან? აბა საიდან ამდენი? მოვიგე. ახლა შენ ადრეს გითამაშე, მაგრამ ამდენი. სიმართლე გია? მინდა. აი ეს თანხა? ხო. ერთმა ნაძირალა მოუგო მეორე ნაძირალას. მეორე ნაძირალა არ გადაუხადა ვალი პირველს. მაშინ ეს პირველი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "კახა, ეგ ფული შენთვის გადავიბარებიაო, მე ოხერით გამწარებას მეყოფაო." მე შევავდე. მე ამ მეორესთან დავუთხარ, ეგ ფული ჩემი არის ეს. იმ პირველმაც დავიმოწვა, ხო და ავი. მაინც ჭუჭყიანი ის. არავითარ შემთხვევაში, იცი რა? იმიტომ რომ ეს ფული ერთ საქმეს უნდა მოხმარდეს. საბავშვო ბაღს უნდა აჩუქო. ნუ გადაიგრით თავსი რონით? ეს ფული, ნე? ალენში დამჭირდება. ალენში რა გინდა კახა? რაც მე მეგონა შესასე გადაწყვეტ. რას კახა ნუ დამაღლე ჟენერები რას? რას და თაფლობისთვის ტალინში გატარებას. რაო და კოტეჯ ვარს იწერსო. კახა. შენ არ თქვი საკუთრივ მოგზაურობა ტალინში დავიწყო. შორს ლიკა. მოდი საქენად ვილაპარაკ. უნივერსიტეტში თავს აღვიდგენ. ვინის პრობლემა ჯერ არ გვაქვს, ბებიაჩემი დაბერდა და შიშები დაეწყო. ამიტომ დედაჩემთან გადადის საცხოვრებლად. ჩემს შობილს კეთილშობილური ჟესტი გაუკეთებია და მამაჩემის პენსია ჩემს სახელზე შეუტანია სალაგოში. ასე რომ პირველ ხანებში თავს როგორმე გავიტანთ. მერე კი? კომიცი რა საქმესაც არ უნდა მოვკიდო ხელი დედას უთელი. კი, მაგრამ ამდენი რომ მაქაქან, ეხლა შენს თქვი, რას ფიქრობ, ყოველივე ამის დაუბაზე. მე ბედნიერია. გადაგედება. გადამედოს. ნუ გააჭირე საქმე ამ შენი ფილტვების ანთებით. გადამედოს.
უალო კარტელი რა? მოწიწოთი? მოკლედ სულ ერთმანეთის მოვლაში ვარ თბედაში. ერგავი. იცინი თუ რა მოხდა? გამქურდეს. ა? გამქურდეს. სა? ნაცნობის სადარბაზოში. ორი ღმაწვილი იყო. ფული მთხოვეს მე, თუმნის მეტი არ მქონდა. მივეცი, მაგრამ იმ მაღალმა ბეჭეთი შენიშნა. თქვენს თლილ თითებს სამკაული არ ჭირდებაო. მე შევეხვეწე, რომ ეს დედის სახსოვარია მეთქი. ქალბატონო, ნუ იქნებით ასეთი სენტიმენტალური. და წაიღო ბეჭედი, მაგრამ ეს არაფერი გახა. მე შემეშინდა. მე შემზარა. რაღაც უცნაური თვალები ქონდა. მე მგონია ნარკოტიკი ქონდა მიღებული. კაიფში იყვნენ? სად იყვნენ? ბეჭედი ძვირფასია? საკმაოდ ძველებული. მაგრამ მოვჩეთ ამაზე ლაპარაკს, ახლა მას აღარაფერი არ ეშველება. ირინე! 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 რატომ არ ასადილე ვარ? რა ვიცი, იცით რაღაცნაირად გავერთეთ საუბარში და არქით მაშინ ახლა სამივე ერთად ვისადილებთ. ადნიერებაში ნუ ჩამომართმევ. იცით უცებ ძალიან მომინდა. არა, უფრო სწორად გადავწყვიტე მეზობლური ვიზიტის გაკეთება. შვენიერი ქაიკულია, ბატონო თეი. არა მე თვითონ. აი, ახლა სად არის? საქმეებზე გავედი. დავბრუნდი და აღარ დამხდე. მთელი დღე ველოდები, ასა გარჩევს. სიცხიანი, ამ წვიმაში. არა, მართლა გასაკვირი ამ წვიმაში. სადღაც წასული. ირინეს დავრიდი. ლექსოს, არავინ არაფერი არ იცი. თუ ხელავ ხალბატონო მარიამ, უმადური ყმაწვილი არ არის, კახა და სუნთლოთო წასულიყო გამოგემშვიდობებოდა ხმაიც. რატომ ირინე? არა, რაღაცა გამას. მაინც. აი კახა რომ ნახე პირველად თქვენთან. ვიეჭვიანე მესულები. ხომ არ ისადილებთ ბატონო თეი? აი რა უცნაური შვება გაქვთ ხალბატონო მარიამ. როგორც კი მე რაღაცა მნიშვნელოვანის თმას დავაპირე. სამში ან სადილს ან ჩაი შემომთავაზე. იქნებ ტელეფონზე გსურთ საუბარი. თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ჩემი ტელეფონი არასდროს ნუ ფუძნდება. მაშინ ჩაი. აი ახლა ისე ჩაი. მაშინ ნუ მართალიც ბატონო. აბადიეთ ხალბატონო მარიამ. მე ცოტა ნასვამი. შეიძლება შამპანი ვიგავს. გახსენით. თქვენ არ იმედე? მაგორია. აბა მე მარტო როგორ დავიღო?
სადღი გრძელების გარეშე. არა, მე არ ვსვამებ გადაგარდავარდას. მე კარს სად არის ის ბიჭი? იცით, თქვენ ამ ბოლო დროს ძალიან გამოიცვალეთ. არ მესმის? საზუნავი რომ გაგიჩნდა თითქოს გამოხვედით მუდმივი აპათია. რომელ აპათიაზე ბრძანეთ, ბატონო თენგი? ხალბატონო მარია, ვიცით მე თქვენ რას გეძახდით სანამ გაგიცნობდით? ქალი ფანჯარასთან. სულ ფანჯარასთან ხედავდით, რომ გავიგეთ. იცით, არიან ქალები, რომლებიც მთელი ცხოვრება რაღაცას ელიან და აი მე კახასველი, ბატონო თენგი. მოიქნებით ასეთი მკაცრი. მე წავა. ბატონო თენგის ძალიან კარგს და თუ ცოტა ხნით დაბრძანდებით. მადლობ, რომ არ გამიშვით. მე მინდა შენ ხომ მოვილაპარაკეთ, რომ სადღიგრძელებს არ ვიტყვი. კი ბატონო, მე კახას დღეგრძელება მინდოდა. ხიანი ამ წვიმაში. ყველაფერი იგზი იყო. აი ახლა მომეგინდა. აი ნუ ღარდალე, ბატონო თენგის, ნუ ღარდალე. არა, მე მინდა დავიწყო. ნუ ღარდალე. მე დღეს რესტორანში ვიყავ, შენ ყოფილ თანაკურსელს შევხვდი. პოლიტექნიკურში ვსწავლობდი ერთად. ახლა ძალიან დიდი ობიექტი ჩაუვარებია და შემომთავაზა მასთან გადასვლა. თუ სახარბიელო ადგილია რა გაფიქრე? იცოცხლეთ, ფული ძალიან ბევრი მეკმა, მაგრამ სანძე საკაჩოა. თქვენს ნუ იყაჩაღეთ. არა, ეგ გამორიცხულია. 100 საქმე გამოვიდა, იჩებს მოპანიშნესაც. უხერხო მდგომარეობაში ჩავარდა. რა უპასუხეთ იმ თქვენ მეგობა? აუცხარი ვიფიქრებ მეთქი და როგორც გიშს ისე შემოვხედა, მითხრა, სხვები მეხვეძებიან ამას. აი ახლა რომ ნახავ, დავთანხმდები. სინდის ხელის აღება არასოდეს არ არის გვიანა რა. ბატონო მარიამ, თქვენ მოიქნებით ასეთი კატეგორიული. თქვენ ბევრი რამ არის ცხოვრებაში. თქვენ არ იცით რას ნიშნავს თავმოყვარე კაცისათვის უცხო სწავლად ყოფნა. და მე მეცხ უნდა გავუღო ამ ცხოვრებას ბოლოს და ბოლოს. აი როგორც შენი ყოფილი მეუღლე მიყიშინე. ყველასე არ იფიქრებ, ბატონო თენგის. არა, ხო რა ვიცი, არა, ერთმან დუქს. ბატონო თენგის, თქვენზე ამბობენ რომ მოზრდილი ვაჟი ყავს. დიახ, დიდი ბიჭია, 26 საათი. მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არაფერი არ გაგვეკეთ. ნუ ასე ხშირად ხდება. არა, მე განა სასაყვედურო მაქვს და სკოლაში ინსტიტუტში 5-ზე სწავლობდა, სიგარეტს არ ეცევა. არ უჩხუბია, თითქმის არ ცნობს, მაგრამ მე რამდენჯერ ვიფიქრია, რომ რაიმე სისულელი ჩაიგდო. აი, მამის გულს ვერასოდეს ვერ მოიგებ. ხალბატონო მარია, მე მისი რაციონალიზმი მიგნოსკობს. შუბდა სულ ზუსტად იცოდა რა შეიძლება ცხოვრებაში. მე ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მე მამამისი შვილის წინაშე ყოველთვის დარწმუნებულად ვცნობდი თავს. აი თითქოს რაღაცა როლები შეიცვალა. ახალ წარმატებულ კარიერას იკეთებს. მაგრამ მეგობარი მე ნამდვილ მეგობრებს მოგახსნა. არა. სულ საქმიანი ურთიერთობა და გულისამრევი ელასტიკობა ძლიერდა ამა ქვეყნისთან. ღმერთმა ხელის მოუმართეს. მაგრამ აი შენ ახალგაზრდობაში ასეთ დადებით ბიჭებს გამოკლევებულებს ვეცდები. რა ბრძანია? აბადი, კარგი ბიჭია. კეთილი. აი თუმცა რატო თქვი ახლა მე? არ არის კეთილი. ბატონო თენგის, ნუ ლაპარაკობთ ასე საკუთარ შვილზე, ცოტა არ იყოს არაბუნებრივი. მე ვიცი, ხალბატონო მარია, ის ჩემი შვილია, ჩემი სისხლი და ხოცი და მე თქვენ დააკელით მას სიტყვა. არა, მე რამდენი ვეცადე, რომ ჩვენ გვიან ხანაგნა. მაგრამ ალბათ დღეს არც არის საჭირო, რომ მამა და შვილი მეგობრობდნენ. ასი არ არის ევროპაში. აბა, ევროპისა მე რა მოგახსენე. ერთხელ საკვანძო მომენტის გადაჭრისას
დედამისმა მომაძახა, რამ გამოგფიტა არსი შვილისაგან მაინც აიღე მაგალითი. თვითონაც იქ იდგა დედამისის გვერდით, მაგრამ ხმა არ გაუღია. იდგა უშფოთველად და შემომცხეროდა სკოლის დირექტორი. მე შევხედე ორივეს და მაშინ დავწმუნდი, რომ ისინი რუსხონი იყვნენ შეწამოებში. აი, ახლა ნორმალური ურთიერთობა. ცნაურია. სკოლაში, ინსტიტუტში. კარგი ავტორიტეტი სარგებლობენ. ყველა ბიჭუს სიტუაციაში წინა პლანზე ვიყავ. გოგოებსაც მოწონდა, ბოლოს გამოიყვა, რომ თუ სულთლად ხელმოცებული არა, არიერ გარჩევენ ყოფილი. პუნქტი A. აკვა. პუნქტი B. 2 მეტრი მიწა სასაფლაოზე და მათ შორის განვლილი უღიმღამო წლები. და სულ ფიქრობ, ხვალ და არ არის ეს. არის მხოლოდ დღეს და ეს დღეს არის ნაცრისფერი დღე. რამდენი ბედნიერი წუთი ბატონო ო, დიახ, სწორედ ბედნიერი წუთი. მე ერთად შევკრიბოთ ეს ბედნიერი წუთები. ერთ სამსახურეებრივ შესვენება ძლივს ერყო. 60 ბედნიერი წუთი ბატონო თენგის. ეს ძალიან ბევრი. ერთი სული მაქვს წერილი დავწერო. ბოთლში ჩავაგდო, კარგად მოვხუპოთ და გადავისროლო ზღვაში. მეძებეთ უკაცრიელ კუნძულზე ვარ. ამადამ განეცე, ამადამ გრძეცე. უსინდისო დავწუწუთ. მაბადეთ. ახლა მე წავალ და კახას სადიკოი სადმე ბატონო თენგი საბძან სახში კახა მოვა თქვენ მართალი კახა მოვა მისი და შეგაწყდა რაზდა ადამიანა რატომ არ მოვა რამ შემქნა ადამიანა რატომ არ მოვა ზვიმართა მადლობა ღმერთს სათხარაკამდე მომეთხოვ არ გამიშვა ირინა და ლექსო მთელ ქალაქში დაგეძებენ არა უშავს მე თვითონ დავერო ისა ქალოდნარემ სად არის ეს ჩემი წასვლისინაც ვეძებე და ვერ ვიყო კახა ეშენ უნდა მაპატიო გამოხდა მე შენი რევოლვერი ვახში ვისროლე თქვენ ხუმრობთ არა მე სხვანაირად არ შემეძლო მე ისეთი წინათ გრძნობა მაქვს რომ ეს რევოლვერი შენ უბედურებამდე მიგიყვანს ქერა მართლა გადავიდე ხო რატომ იმიტომ რომ როდესაც ახალგაზრდა ჯიბელი რატომ ერთი ფასამსაბი ვიქნება რატომ ჩამოიგეთ ხელები არ გამოგშორთ ახლა ჩამოიგეთ ხელები გამოგივიდეთ შემეშინდა მე
შენ მიყვი. ძალიან გავწარდი და იმით. ამ რკინის ნაჯერ. შემთხვევით მომივიდა მეთქი, მაპატიეთ. გაიხადე და დაძექი. წავა. გაიხადე და დაძექი, არ მეგონა ასე დაგწყვეტ და მაგისთან იარაღში არ არის საქმე, ხალბატონო მარია. მაგისთან იარაღს აცვიშო. როგორ დამამშვიდე. ახლა რა თქმა უნდა აღარ ვიღებ. მე სხვას ვამბობ, ძით. წამალი მიიღე და დაძექი. ერთი წუთი, ხალბატონო მარია. ხალბატონო მარია. ხალბატონო არა უშავს, მარიამი ოქრო შეგირიგებს. ამიტომ ვერ ახარ ხასიათზე თუ ჩემი მოსვლა გეცა. შენი მოსვლა მეცა. ბილეთები არ იგეკახავ. დავით. სად არის? კახა სამ დღეში მიფრიოთ, შენ გეცხვირპირი ჩამოგტირის. ზაქში მოელაპარაკე? მოელაპარაკე. ეს ყველაფერი რიგზია? რიგზია? კიდევ კარგი კახა, თორემ ამ მდგომარეობაში ერთით ვერაფრით ვერ გავძლებთ. ეს დაძუგზუგობს სიცხიანი. მოიშუშე რა იქ ფილტვების ანთება. სულ არ მინდა სნეული ხარი საქორწინო მოგზაურობის. კახა. შენ გონი რაღაც მოგდისო? ხომ გითხარია ჩვენი მამა? ყველაფერი რიგზია? რიგზია. ირინე, ისმინე. ირინე. 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 ირინეს თქო თუ შე. არ არის. მე 18 წელია ირინეს მეძახია. ლალა. მე 18 წელია ირინეს მეძახია. თუ რა რამე პოეტური შესაძლებლია. ირინე, ძალიან გიხდება, ოღონდ რაღაცა მათქმევინე ჩემ. ტალის ჩასვლის თანა პროტოკოლ პირველს არის სამას პირდად გახმევინდი. მათქმევინე. ასიმატყედინო გიხვეწები. ხო, მართლა შენ თავარია მოიარდი, სამდებო საკითხი გაკეთებულია, კახა ვირუსი გეკნება. მაგრამ ჯობია თავიდან დავიწყო. ჩვენ ეს საქმის ყურში წასვლის წინადღით ჩავაყენებთ. ცოტა არ იყოს მეშინია, მაგრამ შეუძლებელი არ მოხდება რა კახა? კახა, ჩვენ შეიძლება დავიყავთ იცი, მაგრამ ეს არ ივაგებ, იმიტომ რომ უკვე ბანალობებს თანაჩვენები მეწოდები და მილიონი სხვა პრობლემა. ეხლა მომისმენ რა. გისმენ პატიციური საქმე. გაიხადე რა. რატო არ მოგწო? მწოს კი არა. ჭკუაზე არა. აბა რატომ გავიხადო? ირინე, შეხოხარ ჩემი ვაშკაცი. კი, მაგრამ რა უნდა ვიხარ ასეთი ისწვის მომზადებ?
ჩვენ ტანიში ვერ წავით. ტანიში ვერ წავით სხვაგან. არა, მე ხომ არ მithkom სულ საერთოდ არ წავალთ მიგვრალოთ. გვიან გაზაფხულამდე გადაიწევს ჩვენი გამგზავრება. რატომ? ნუ ის ეს არის ტელეკომპლექსია იგი. ნუ ბებია ჩემი, არაფერს გადასვლას გაზაფხულამდე. კახა ეგ არ არის მიზეზი. ირი, ვიცი როგორც გატკნე გული, მაგრამ გამიჭერეს სხვა გამოსავალი ეხლა მე არა მაქვს. მიზეზი მითხარი. ლეკო, მენდიახსნა გამარტებების გარეშე. მიზეზი მეთქი თუ რომ ფანჯრიდან გადავხტები. მოკლედ ჩემი ერთი მეგობარი გოჩა პატიმრობიდან გაიქცა მის გუში თბილისში ჩამოვიდა მაგაზე საკავშირო ძებნა ეხლა მე ვიცი. გამოცხადებული არა მაინც მათ გმევიდა მე ვიცი. პირველად რომ დამიჭერეს ერთ კამერაში მოხვდით არა, მე ვიცი. მაგრამ პატრონა საყვარელი და უბედური ბიჭია კახა მე ვიცოდი რომ რაღაც ამდაგარი აუცილებლად მოხდებოდა. მე ვიცოდი კახა, მე ვიცოდი. მოკლედ ის 3000 მანეთი იმას უნდა მოახმარო. ნუ პრინციპში ფულში არ არის საქმე და ნუ გადავტეხავთ ეხლა ფულზე ჯობს. თავარი ის არის რომ ჩემს მეტი პატრონი ეხლა მაგას არ არის გესმის? გოჩა ქვია. ერთხელ განეცალი კიდეც რუსთავაზე თუ გახსოვს ისეთი. ხავა პრინციპში საიდან გიმახსოვრე. გოჩა მოკლედ ერთი ორი თვე უნდა უპატრონო და სადმე ამალო სანამ არ ჩასხება ეს აჟიოტაჟი ეს ფონტი გოჩა ქუჩაზე სულ გამო მე გავაბარებ რამენაირად ირინ შენ რომ იმის თვალებში ჩაგახედა აღარ გამომტყუნებდი თვალებში. აბა მე ჩემ ხედე თვალებში. ხედავ რამეს. ვეღარ ასოდეს ვერაფერს ვერ ხედავ. არ გაშინებ რომელი შიშარა ბიჭი შენ აღამე უბრალოდ გაგაფრთხილე წინასწარ. ეს აბა რას თავაზობ კაცი გასაჭირში მივატო და მე ტალინში ვიგრიალო გავალ კაბას გამოვიწვი. რა მოდი დაჯექია კარგი. ეს ერი ნუ თუ არ გესმის ჩე ეხლა ამ წელგულზე თუ არა, დღეს თუ არა ხო მაინც მოხდებოდა რაღაცა. აი გენო ესეთი პატრონი ეხლა მაგას არ აღარ გესმი არა. არა, კახა მე უბრალოდ დავიყალე კახა გესმის. მე გადავიცვი კახა აღარ შენ. კახა არ გამიშო, გეხოცები კახა მე სულ ესე თუ ეხლა ვერ გამიგე ეს ვერასოდეს ვერ გამიგე მე ყოველთვის ისე მოვიქცევი როგორც ინდისი გიკარნახებს. რატო ესე მაღალ თარდობნა ჩვენი პოზიცია ყველასთან მართალია. ო რითია სუდი აი შენთან მართალია არ კახა. არა მაქვს ცისფერი თვალები და ქერა ყულულები ცისფერი თვალები და ქერა თვა მართლა არ გაქვს კახა. კარგად იყავი და ნურსად მოიტეხ კისერს. მე წახლა რომ თქვენს უბრალოდ წახლა არ გიგონოს მე სულ მივდივარ. მივდივარ. და მივდივარ.
არა, ვთხოვეთ რა მომწეს. კი, მაგრამ საიდან გაიგე? თქვენ ერთად. შენი ამხანაგია? თქვენ როგორ ვფიქრობთ? ბოდიში. რომ იცოდე? ის მოკლედ ურთიერთ მოდი შეგიტყვი. რომ იცოდე როგორ გამახარე. მაგრამ მეც ამაქვს შენთვის სიურპრიზი. მაინც ვერ გამოიხსნებას რომ პირდაპირ მითხარით. შენი უნივერსიტეტში აღდგენის საქმეებზე დავრბოდი. და მგონი სასიკეთოდ გადაწყდა ყველაფერი. შენ ახალი ამბავი არის? რა ამბავი? დღეს უნივერსიტეტში კახას უპირებენ აღდგენას და ახლა სწორედ საბუთების გასაფორმებლად არის წასული. ხო, ეგ კარგია. შენ რა არ გაგეხარდა? მე ვთხოვდები, ქალბატონო მარიამ. ვთხოვდები? დიახ, ვთხოვდები. კი, მაგრამ როდის გადაწყვეტე? კახას ჩემთვის არაფერი არ უთქვას? აბა რა უნდა ეთქვა თქვენთვის კახას? არ მესმის? მე სხვას მიყვები, ქალბატონო მარიამ, სხვას მიყვები. ოშე პატარა მათქვა. მე არ ხუმრობ. ნია, რა ხდება შენთან? არაფერი, ქალბატონო მარიამ, უბრალოდ ვთხოვდები ესაა და ეს. უბრალოდ ვიპარები ერთ ბიჭთან ერთად. ვინ ბიჭთან ერთად? მაღალი ქერაცის ფერთვალება ბიჭი, აბა მეტი გამოგახსენებ. იცით, მე თვითონ ორი კვირა რაც ვიცნობ. შენ გაგიჟდი თუ მე მაგიჟე? არა, სულ ჭკუაზე ვარ, დაბლა მანქანა მივდებათ. რა მანქანა? ის ბიჭი და თავის მეგობრები მელიან, ქალბატონო მარიამ. თავისი არჩევანი ქალბატონო მარიამ ციხიდან გამოგწეულ ბანდიტში გამცვა. გამარჯვება. ახლა აღარ აქვს ამას მნიშვნელობა. უბრალოდ ბოლო წვეთი იყო, იცით? მომბეზრდა გამოწყვეტი ხიფათის მოლოდინის, არასოდეს მესმოდა მატადორების ცოდნის. ირინე, მოიცადე, რამდენიმე დღე მოიცადე. მოიღუპავ თავს. როგორ არ გესმით? აი როგორ არ გესმით, ქალბატონო მარიამ, რომ მე ამას სწორედ საკუთარი თავის გადასარჩენად ვაკეთებ. ნორმალური მშვიდი ოჯახის შექმნა მინდა. თქვენმა ფეთიანმა კახამ საკმაოდ დამაგლიჯა ნერვები. ისტორია მე გამამართლებს. რა აღარ მიყვარს? მე რა რომ მიყვარს? ის რომ პათოლოგია ვიყარდეს ერთი და მიყვებოდეს სხვას. მარიამ, მე დავიღალე კახასთან ბრძოლი, თორემ საკუთარ ბრძოლებას როგორმე მოუგრიხავ ისე. მოუგრიხავ? გამოცამე ამ ბრძოლას ის კახთან თქობა და მეტი არ აქვს. არც არაფერი სხვა? არა, დღესასწაულებიც ბევრი იყო. მე შენ არ სად არ გაგიშვ? ქალბატონო მარიამ, ირი, გონს მოდი. ირი, გონს მოდი. თქვენ რაღაც ძალიან გაიგეთ დედობანას თამაში. დედობანას თამაში? დიახ, დედობანას თამაში. საკუთარი არ აკრავდა ვინმეზე კიდე დახარჯოთ ეგ თქვენი დაგობებული პოტენცია. მე კი არ თამაშობ, მე ვცხოვრობ, გასაგებია.
რამ გამაბოროტას. ოხსენი თუ შეიძლება რომ მე სხვა გზა არ მქონდა. აი შეიძლება გამოკიდებული ამ დროს გამოჩნდა ის ბიჭი მე მას ძალიან ვუხმო. ვერაფერს ვერ აუხსნი მას. ვერაფერს უნდა მაღალი. არ გამოჩენოდით, პატრონად ალბათ გამიჭირდებოდა მისი მიტოვება. შვიდობით ხალბატონო მარიამ. კახა თოჯინა არ არის. ვინმეს რომ გადააბარო. კახა არიღია დაგჭირეთ. არა, დაგინახე და გავაღე. მომგივიდეთ. არაფერი. გოხტარავთ, ა? არა, არაფერი. საბუთები. ყველაფერი რიგზია. რასაკვირველია თქვენი წყალობით. 2 დღის საძილი გვაქვს. ბაზარში ვიყავი და ლომივით ვივაჭრე. აპარატო მაკეთებ ამა. არა მართლა, მაგრამ შევჩევით ყველაფერი ხარისხიანი შევარჩიეთ. თქვენ გინდათ სურათ მაგზნობინოთ თავი გამოტანოარია, ა? ხალბატონ მარია. თუ შეიძლება. ცოტა ხანს კიდევ დავჩერდეთ რა. ბებია ჩემა ვიღაც ქალი შეასახლა ჩემს ოთახში მომლელად ჩიერთო. რა თქმა უნდა. ამას რა შეკითხვა უნდა? სადილს მე თვითონ გავაკეთებ. ისე არა ვარ, ორიგოგული და. ეს მეგობარი ჩემი მარტო ხელა ავად არის და ირინეს ვეზე მთელი კვირა. ცოტა გამიგუტა და მემართა. არა, ამჯერად მაგრამ არა უშავს, სამგენის ამბავს უნდა ეგეთ გული. თქვენ და ხომ არ დავუყავს? არა. ირინეს თქო თუ შეიძლება. არა, რეის. თუ შეიძლება გადაეცით რომ კახამ დაურეკა. ვაგოთ. ჩემს ხმას რომ გაიგებს, ამ სეხმა ეცვლება ხოლმე დედამის. რატო? რა ვიცი. არ უთხრეს ჩემს. ხულიგანია. ნარკომანია. ცხოვრებაში არ გავკარები ვარ ნარკოტიკს ხალბატონო მარია. ვინ უც? რა ვიცი. ცოტა აღიქეს სულელი. ახლა შენ რომ პირველად დაგიჭირეს, პირველად ჩხუბის გულისთვის დაგიჭირეს. თქვენ გაინტერესებთ მეორე დრისთვის დამიჭირეს? არაფრის. თუმცა ყველა ამას ისახის რომ არაფრის. არა, მე შეიძლება. დაბადების დღეზე სადაც საკმაოდ ისეთი ჭრელი საზოგადოება იყო შეკრებილი. ვიღაცამ დაჭერა და ყველა იქ ყოფიად უყარეს, მაგრამ შემზია იქ საჭირო როგორც ერთხელ უკვე დასიხარს. ამასობაში ნამდვილი დამნაშავე დაიქცა და ირინე იქ იყო? იქ იყო. და სწორედ მაგ ფაქტორმა გადაწყვიტა ყველაფერი. ცით მე უკვე მოყუშებული ვიყავდი სამორგეოში ირინე რომ შემოიყვანოს. თორე მაშინ დეროებად გამიცნო და დავიძახე ყველანი გავუშვით. დამნაშავე მევარდეთ. არ მიდოდა ირინე დაიკითხა.
არ მინდოდა რომ მელინა დაკითხვებს ეტარებინათ მილიციაში. ირინემ გაიგო, რატომ აიღე შენ თავზე ეს დანაშაული? კი, გაიგო და ერთმილიანი ისნერი გამოაწვის და ძალიან გამწარდა ჩემი სისწრაფის გამო. მე შენ არც ერთ მეგობარს არ ვიცით. ერიდება თქვენთან ამის. ერთი რამე არ მესმის. როგორ ახართ ასეთი ცუდები, როდესაც ასეთი კარგები ხართ? ისმენ, კახას, ვინ კითხულობ? ნანა, კახა, ვინ არის ეს ნანა? გაიგო თქვენი ტელეფონი. ერთია. ირინე წამე ჟირაფს ეძახის. გამარჯობა ნანა. ათო, კარგად. შეგული გითხო? ა? რა უნდა მეთქა ესე? ნურისთვის მაღზალები ვიყავ. ა? ეჩორია. ჭორიამე გიჯობები. ამეკიდა. ირინეზე მითხრა? ჰა? მართალი გითხრა. მართალი? თქვენს გაიგე? ირინემ თვითონ მითხრა. სპირტუალობა ქერად მიიღე რა? შენ ხო ჭკვიანი ბიჭი ხარ. შენ ხო ვაჟკაცი ბიჭი ხარ. აბარა? ეს ის მარია, ქალბატონ მარია. ეს ის მარია, ქალბატონ მარია, მე ხომ ეს ხომ მე სიზმარი, ქალბატონ მარია. სიზმარი.
მოდის. გამარჯობა ქალბატონო. მოგძანდით ბატონო თენგის. სამუშაოს ხომ არ მოდის? ისერი სუტეხი ამ სამუშაოს. მოგძანდით. არა, არაფერი მოგძანდით. ქალბატონო მარიამ, ჩემი ტელეფონი ისევ გაფუჭდა და კი ბატონო, დარეგეთ მე ხელს არ შეგიძლია. არა, მოიძბილი თქვენ არა. ერთი წუთით მე მხოლოდ 2 სიტყვა მაქვს საქმე. ლერი გამარჯობა. თენგიზი. როგორ გიგითხო? ლერი, არ გიგონო უმადური კაცი, მაგრამ მოიცა, ჯერ არ გიხსნი. მინდა? როგორ არ მინდა? მაგრამ მე მივხვდი, რომ არ გამოგადგე. დიახ, მხარად გადავწყვიტე. არ არის ეგ ჩემი საქმე და შენს უხერხო მდგომარეობას ჩაგაყენე. ვიცი, მადლობელი ვარო, ხელი გამომიწოდე. რა შოშია ხერხემალი? გამიჯერი 100 აჯობებს შენთვისაც და ჩემთვისაც. კარგად იყავი. ღმერთმა არ დაგაჯიბრო შენი თავი, თორე იცოდე, სხვა შემთხვევაში მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. შენაც უხედე მაგრამ. ოთხჯერ თქვით სიტყვა, მაგრამ ეს მეხუთე იყო. გამზანე? არა, მექანიკურად ვითვლიდი, რამდენჯერ თქვით სიტყვა მაგრამ. ისე ხომ მართალი ვიყავ? რაში? მე ხომ სამსახურზე ვარი ვარ. უარი თქვით? თქვენ რა? არ მიგდებთ? აბა რატომ უნდა დავებდო ყური ბატონო? თუ უნდა მომესმინე. რა ვიცი, მაგრებებს კი მithვლიდით და. ბოდიში ბატონო თენგის, რა თქმა უნდა თქვენ. სწორი ბრძანდებით, რომ უარი თქვით ამ საღაჭაღო ადგილზე. ბატონო მარიამ, და ძალიანაც ახლა ხდება თქვენ სიკვდილი, გამაგებინით რა შეესაქმე. კახა სადაა? თქვენ ახევარი არ მინახავს. ეგ ცოტა უმოდურად მოსვლია. რატო? აბა ამ ხის განმავლობაში არ შეიძლება ერთხელ მაინც ენახე. ისე კი არ შეეძლო. ქალბატონო მარიამ, რას თქვენ იმაზე ამაგი გაქვთ დახარჯული? დახარჯული. რა, ქალბატონო მარიამ, რა? ბატონო თენგის. დაბძანდი ბატონო თენგის. ბატონო თენგის. დიახ. ჩვენთან სამსახურში ერთი ნატანჯი ქალია, მან ომის წლები ტყვეობაში გაატარა და ამას წინათ მიამბო თავის წარსულიდან. მათ ზონაში ყოველდღე ცხენშებული ორთვალით საჭმელი შემოქონდათ პატიმარი ქალებისათვის. ამ ცხენს მუდამ თანახდა პატარა კვიცი, რომლის დანახვაც ჭეშმარიტი დღესასწაული იყო ამ პატიმარი ქალებისათვის. ისინი ანებიურებდნენ მას, უკანასკნელ ეთერებოდნენ, უკანასკნელ ლუკმას უყოფდნენ და ერთ დღეს ასეთ ფერება თამაში გართულმა კვიცმა ვერ მოასწრო დედასთან ერთად გაღწევა ამ ზონიდან. ჭიშკრის გაღება კი მეორე დილამდე არავის არ შეეძლო. გარეთ დარჩენილმა კვიცმა დედამ ჭიხვინი დაიწყო, უხმობდა შვილს. პატიმარმა ქალებმა თხოვეს ოფიცერს გაეღო ჭიშკარი, მან უარი უთხრა. კვიცი დაფეთებული აქეთ-იქით აწყვდებოდა, მავთულ ხლართებს ედებოდა და როდესაც პატიმარმა ქალებმა დაინახეს კერდასისხლენებული კვიცი აჯანყდა და სულ დაამსწრიეს იქაურობა. აი მაშინ ოფიცერი იძულებული იყო გაეღო ჭიშკარი. კვიცი დედას გადაეხვია, კისერი გადააჭდო და ამ დროს უკვე აი აქ ყველა ქალი ატირდა, რადგან ყოველ მათგანს სადღაც დატოვებული ყავდა თავისი კვიცი. გასაგებია ბატონო თენგის. რა ქალბატონო მარიამ. ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე მეტი არაფერი არ დამჩნია, თქვენ უნდა მოგმართოთ. დღეს ჩემთან მილიციის სამმართველოდან. მილიციდან? დიახ. კახას გამო. დიახ. და კი, მაგრამ რა დაშ? არ ვიცი, როგორც კი გამოჩნდება, მაშინათვე შეგვატყობინათო. სხვარაფერი არა, ძალიან ცდილობდიანად იქცეოდნენ და მამშვიდებდნენ, არაფერი სერიოზული არ არის. ვიცოდი, რამდენი რაღაც მოხდებოდა. საიდან? იმიტომ ძალიან სულად იყო ატეხილი ეგრეში ამ ბოლოს. კახა, უსინდისობას არ ალბათო მარიამ არ მიდოდა მე მეთქვა, მაგრამ მე გავიგე რომ კახა ძალიან სუწლეში ტრიალებს. განსხვავებული რაღაცა ფატერკებშია გამული. კახა, უსინდისობას არ რა ვიცი, თქვენ საფრთხე კი გაჩერილა და. აი რატომ გაღიზიანებთ ეს ბავშვი? იმიტომ რომ თქვენ ასეთ ყოფაში ხებათ მაგ პიჟონის გამო.
ვინ არის პიჟონი? ვინა და თქვენი პროტეჟე. უმადური და ეგოისტი. არა, ეგ ბოროტმოქმედია, ბიოლოგიური ბოროტმოქმედია. მე ვიცი რომ აქ საკუთარ ხუშტურებს აყოლილი. ისა კრიტიკერების მეტინვარები შეუძლია. და სხვათა შორის თქვენ ნაირი ლიბერალების ბრალია ყველაფერი რო გავუგებთ. და ეს თქვენი აბსტრაქტული ჰუმანიზმი კიდე მე ვერ გამიგია. როგორ აძლევთ თქვენ თავისუფლებას ასე ზერებეთ ზეპირად იმ შელოთ თელქაობაზე რა ცოდვა აქვს მაგ ბავშვებს ასე და რატომ არის საერთოდ რომ თუ ახალგაზრდას ფეხი დაუსწრა ზვიგენებივით წაესენიან წამსვე ქრისტემ რომ უთხრა ბრბოს ის თქვენში ყველაზე უცოდველია მან პირველმა ესროლოს ქვა ცოდვილსო ფარისევლებას კი ვერ გაფედეს ამის გაკეთება და დღეს კი ეს რომ ეთქვა ნებისმიერი თქვენგანი პირველი დასწრებოდა ქვას ჩასაქოლად იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ სხვისი დანაშაულის დანახვა შეგიძლიათ რა ხართ ასეთი უცოდველები რომ განსჯის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს რა გინდა თქვენ კახასაგან თქვენ რომელიც ყოყმანობდით გავხდეთ ყაჩაღი თუ არაო და ჩემ დასანახად აქ საკუთარი უკომპრომისობის დემონსტრაცია რომ მოაწყებ მე დემონსტრაცია? არა, რა შეადანაშაულებთ თქვენ კახას? აქამდე რომ ვერაფერი სარგებლობა ვერ მოუტანა თავის სამშობლოს, იქნება თქვენი თაობაც დაადანაშაულოთ. მე წესიერი გავსახე. რაც შეეხება თქვენ გამოკლიერებულ შვილს. აბრძანე? აი რა ვბრძანე, რაც შეეხება თქვენ კლიავ შვილს, ჩემი შვილი, 10 თავით მაღლას დგას მასზე. აი რა ვბრძანე. მე ისარგებლეთ სიმთვრალეში წაბოროშვილის. მე თქვენ როდესაც დახმარება მე აღარ მე ძალიან საკმარისად ვიტყვინეს ხოთე. და საერთოდ გაითვალისწინეთ, თუ თქვენი ფენომენალური ტელეფონი კიდევ გაფუჭდა, სხვა მეზობლებს მიმართოთ. და ჩვენ ყველანი ცოტა თუ ბევრად მიუსაფარი ხალხი ვართ ბატონო თენგის და ცხოვრების ამაოებას ვართ აყოლილი და მთავარი კი გვავიწყდება ცხოვრებაში ერთმანეთისაკენ სავალი გზების ძებნა მე ვეძებ ასეთ გზას ხალბატონო მარია თქვენს კი სავალ გზას მე თქვენ მიყვარხ სადგაატარე ახლობის თვე ლენინგრადში საუცხოო ქალაქია მე საქმეზე ვარ მოსული ისმე კახაზე მინდა რაღაცა გითხრათ შენ არ გაიგე რამე დიახ მითხარი სწრაფად მეგობარი პატიმრობიდან გაიქცა. რომელი მეგობარი? გაუცხაღებული რეციდივისტია, მაგრამ კახას ძალიან უყვარდა. მთელი ეს თვენახევარი კახა მას ვიღაცის აგარაკზე მალავდა, არ ვიცი ვისთან. ამ 3 დღის წინ კი
გადაწყვიტა გაეპარებინა მცხეთის სადგურიდან. მაგრამ რას გააპარებდა უეცრად ოპერჯგუფი დაადგა თავზე. საიდან გაიგე? მეზობელს აუღია ეჭვი. მე რეისრო. იმ ნაძირავამ სროლა აუტეხა მილიციას. აქედანაც ესროლეს და ფეხში დაჭრეს. კახამ კი კაი პარტიზანივით ზურგზე მოიგდო ის უნამოსო და ტყისკენ გაიტაცა, მაგრამ სად გაიქცეოდნენ? ორივე დაიჭირეს. კახას ხომ არაფერი დაუშავა? არა, მაგრამ მაგ იდიოტმა თქვენმა კახამ კიდევ უფრო დიდი სისულელე ჩაიგდო. რა სისულელე? თბილისში რომ ჩამოიყვანეს, როგორღაც ხელი გაინთავისუფლა, ოპერმუშაკს გაარტყა და რაღაც სასწაულად გაქცევაც მოახერხა. და ახლა? ახლა ძებნაა კახაზე გამოცხადებული. ხალბატონო მარე. თუ თქვენთან გამოსვლა, ერთ კაცს უნდა შეატყობინო ტელეფონი. ხალბატონო მარე. ხალბატონო. საერთოდ ხარ თქვენ და უშველო კახას. როგორ და თუ თქვენთან გამოჩნდა ერთ კაცს უნდა დაურეკო ტელეფონი. ბესო ქვია სახელად ოპერმუშაკია. შენა გაგიშდი? კახა დავასმენო? როგორ გეკადრებოდ ბესო კახას მეზობელია ხალბატონო მარიამ. პატარაობიდანვე უყვარს კახა და როგორც უმცროს ძმას ისე ანებიერებდა. აი ახლა კი სწორედ ისე მოხდა რომ ბესო მეთაურობდა მაგ ოპერაციას მცხეთაში. მე რა რო ბავშვობაში უყვარდა. მილიცია მიცის რომ კახა შეიარაღებულია. თუ გვინდა რომ გადაჭრას უნდა მოვნახოთ. თუ თქვენთან გამოჩნდა დაიყურეთ ჩაბარებაზე. ან არა და აი რა ტელეფონზე დარეკე. ბესოსთან ასე ჯობია ხალბატონო მარიამ. კახა ხიფაც გადარჩება და ნაკლებსაც მისცემენ. ბესო რამენაერად დაეხმარა. სისტრიკინაღამ ჩაექცა კახა რომ იცნო. მე წავალ. მოიცადე, ცოტა ხანს მოიცადე ჩემთან. არა უნდა წავიდე. მელოდებია. გიყვარს? კი, ძალიან კარგი ბიჭია, იცით? ხალბატონო მარიამ, ძალიან კარგი ბიჭია.
ძალიან მომენადა ქალბატონო მარია, ძალიან მომენადა. ეს რა არის დასველდი? ციმაში მოხდი ქალბატონო მარია, ციმაში მოხდი, როგორც მაშინ გახსოვთ? ახლა. როგორც მაშინ მეთქი ქალბატონო მარია. თვითონის საათი ვარ რომ დავემართ, არ გახსოვთ? აი აქ რო თქვენი ჩეფსიკი რომ ეხურა თავს არ გახსოვთ ქალბატონო. არა ეს თუ გახსოვთ ქალბატონო მარია. ქალბატონო მარია. ეტავი ახლა თვითონის საათი ვარ კონდეს და თქვენი ჩეფსიკი მეხურას თავს. ახლა მე ყველაფერი ვიცი. ირინე, ისიც მითხრა აუცილებლად უნდა ჩაბარდესო, თორემ კატასტროფამდე მივა საქმე. მითითებებსაც ძლევა? ახლა ირინა იმაზე ლაპარაკა, დესოს მილიცია მიცის, რომ იარაღს დაათრევდა. არა ქალბატონო მარია. არ ჩავბორდე. რატომ? შემიძლია სხვარი ჩაბარე. არც იხე მომნოტრებია მაინც და მაინც და არც ირინეს ეკითხება ვინმე. შენ გესმის თუ არა? თუ ისეთი შენ წაგაწყვეტ, შენ ძალადობას გაუწევ, ისინი იძულებული იქნებიან, რომ გესროლონ და მიჯერე. ოდე სხვა თემაზე ვილაპარაკოთ ქალბატონო მარია. რა დროს გმირობანას თამაში? აბა რა გმირობანას მელაპარაკებ? შენ არაფერი არ გესმის. შე. რა? შე. არ მახსოვს. აი სულნელი კი აი აქ ტრიალებს, აი. აი თითქოს ჰოპ ხსაული, მაგრამ აი შენ და თეგიზმა რომ არსი. არა, ჯერ ნუ დალე. გაგიმარჯვეთ.
ირინე როდის იყო? სულ 5 წუთით გაგასწრო. აფორი აქებული მოვიდა. აუცილებლად უნდა ჩავარდეს. პრინციპში სწორედ მოიქცა რა. დროზე უშველა თავს. კახა, ძალიანაც კარგი. აბა რომელი დეკაბრისტი მე ვარ რა. რაც ეგამყავს პენელოპე. კახა, ირინე ძალიან განიცდის. ალბათ. მაგრამ მაინც როგორ სწორედ მოიქცა. კახა, ირინე ორი გაგთავებიათ ქალბატონო მარი. აქ მომიცადე. მე მეზობელს გამოვართნა. ლექსო მე ვარ. ქუჩიდან გირეკა. ნუ მაინც არ გეტყვის სადა. ლექსო მისმინე დღეს გავდივარ ქალაქი. არ მჭირდება დახმარება ლექსო. მისმინე ერთი სათხოვნი მაქვს. აი ლექსო ნუ აგინებ შეხმარიცი რა. შეხმარიცი ბევრი მეხვეწა ეგუბედური გაიქეცი თავშუელ. მართლა გეუბნები. აი ლექსო დაბანაკე. ლექსო მისმინე ერთი სათხოვნი მაქვს. მისმინე. მისმინე ლექსო. მოგლეთ. მარიამი არ მიატოვო გესმის? ათი ხოლმე ხანდახან ხომ იცი? მარტო ხელა ქალი. მე? ისე? მომენათა შენ თავი ქალი. შენ დანაცი ხო ბესო? არა ლექსო. არა. მოგლეთ მარიამი არ მიატოვო გესმის? ო ლექსო აბახე. წავედი მეჩქარი. უნდა დავკიდო ხომილი ხო? არ მჭირდება მანქანა. ხო ლექსო ხო მეჩქარი უნდა დავკიდო ხომილი. კარგი რა ლექსო. გაგიფიცხო, შენ რო გიყვარს. არა. რატომ არ ჭამ? აღარ. კახა. ირინე ძალიან განიცდის. ირინე კარგი გოგოა. შენ ისე გიყვარს? მე? კახა. მე? დედა ჩემს მიყვარს, ალბათ რომ არა.
დედაჩემს მიყვარს, მაგრამ ჩემთვის აღარ არსებობს. რასაპირებ ახლა? ყველაფერი წინ არის, კახა. ალბათ. მოდი, დაჯექი. ღმერთო, ზუსტად ასე ედო ჩემ კალთაში თავი გურამს, შენ ჯვარი გწერია. გურამი ვინ არის? ადამიანი, რომელიც მე მიყვარდა. მხატვარი იყო და როგორც ამბობენ, ძალიან ნიჭიერი მხატვარი. მაგრამ როდესაც მის პირველივე გამოფენას უხეშად, სასტიკად შეეხენ კრიტიკოსები, მან ვერ აიტანა, მოწდა, ვეღარ მუშაობდა. მე ვხედავდი, რომ მან დაკარგა თავის თავში რწმენა, მაგრამ რატომ ეს არ მესმოდა. და ერთ დღეს ის მოვიდა ჩემთან აფორიაქებული და მხოლოდ 2 ფრაზა თქვა. დღეს მე ყველა ჩემი სურათი დავწვი. ჩამიდო თავი კალთაში, ბინდიო, თქვა და დაიძინა. ჩემ მუხლებზე დაიძინა და აღარ გაიღვიძა. მე არ ვიცი რატო დამსაჯასი. ალბათ იმიტომ, რომ მე მაშინ არ მესმოდა მისი. და კახა, მე როდესაც მოხვდი ამის შემდეგ, საბადმყოფოში, იქ თვეების განმავლობაში, ისი აეწყო, რომ დღე ღამეზე შემეცვალა, დღე მეძინა, ღამე კი მეღვიძებოდა და მთელი ცხოვრება ერთ უსასრულო ღამედ მეჩვენებოდა, ერთ უსასრულო კუნაფეთ ღამედ. და იმერე ისი თქმა მინდა, თქვენ ხელოვნურად შეცვალეთ დღე ღამეზე და მზის სინათლე დაივიწყეთ. ენერგია, ეს შესანიშნავი სიტყვა, ენერგია, სიცოცხლის, მზის სიყვარულის, კეთილი ქმედების ბოროტთან ბრძოლის ენერგია, რომლისგანაც დაცლილი ხარ შენ, გურამით, თენგიზით, მეც. და ასე ღონე გამოლეული, დაუბორიალობთ ამ შვენიერ სამყაროში. და ეს ჩვენი უნიჭობა, კახა, ეს ჩვენი უნიჭობა და ნურც ბედის წერას, ნურც ნურავის ამას ჩვენ უგადავაგროვ. შემდეგ იყო ტყვიესავით გასროლილი, ან უაზროდ გაწელილი წლები. შემდეგ გამოჩდი შენ და მე მეგონა შენ გახდებოდი ჩემი უსახურად გამრილი ცხოვრების გამართლება. მე მინდოდა გამეგო შენ, დაგხმარებოდი, მაგრამ როგორც ხედა ვერაფერი ვერ გიშვება. ცდებით. ცდები? დიახ, თქვენ თუმცა რადგენაც შემოჩჩემთ.
ხალბატონ მარია. ხალბატონ მარია. თქვენ არასოდეს არ ინანოთ თქვენი სტაცია. არასოდეს არ ინანოთ. კლავებს რაც უტრიალებთ. კლავებს ნუ უტრიალებთ. კლავებს ნუ უტრიალებთ. სიკვდილი შემოდის შენს ფანჯრებში. სიკვდილი და მარტოობა. შვილები არ დაბეღუპონ. თქვენ არა გათქა მისი შიში. იქნებ ჩვენ თვითონ გავძარცვეთ ისინი და სანაცვლოდ არაფერი არ შევთავაზეთ მათ. შევაგდეთ ამ კაცრ ცხოვრებაში და ჩვენი თამაშის წესები მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის. სად არიან ჩვენი შვილები? სად? მე მინდა ვიცოდე. მერთო ჩემო, რა არის ამაში გაუგება? მე მინდა